დილამშვიდობისა, მოვიდა დეკემბერი, ზამთრის პირველი თვე, უკვე ეტყობა ამინდსაც, თბილი ნოემბრის შემდეგ უკვე შეიცვალა ამინდი სრულიად საქართველოში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში და ყველა ჩვენგანისთვის ყველაზე აქტუალური თემა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში არის ამინდი და ალბათ ყველას გვაინტერესებს, როგორი ამინდით დაგვასაჩუქრებს სამყარო დეკემბერში. ამ ყველაფერზე ტრადიციულად თვის პირველ რიცხვში ჩვენი მსმენელებისთვის კომპეტენტური და თბილი მეტეოროლოგი, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე ისაუბრებს. ქალბატონო სვეტა, მოგესალმებით დილამშვიდობისა. როგორ ამით უნდა ველოდოთ დეკემბერში თვის მინიმალური, მაქსიმალური ტემპერატურებით და ასევე ნალექის რაოდენობით? დეკემბრის თვეში წელს ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია +7 +9 გრადუსი და მთებში +2 +4, მაღალ მთებში -1 -3, რაც ძირითადად ნორმის ფარგლებშია. თვის ცალკეულ დღეებში შესაძლოა რომ ღამით ტემპერატურა დაიკლოს -1 -2 გრადუსამდე ეგ დაბლობში და ცალკეულ დღეებში კიდე მოიმატოს +20 გრადუსამდე ეგ დაბლობ რაიონებზეა ლაპარაკი. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მოსალოდნელია 0 +3 გრადუს ფარგლებში, აქაც ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი ტემპერატურა და ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია რომ დაიკლოს -10 -12 გრადუსამდე, დეკემბერია, ზამთრის თვეა უკვე, არაფერი აქ გასაკვირი არ არის და დღისით -1 +3 გრადუსამდე, მაგრამ ცალკეულ დღეებში შეიძლება მოიმატოს +13 +15 გრადუსამდე. დღის მაქსიმალურმა ტემპერატურამ. ნალექებს რაც შეეხება, ნალექები მოსალოდნელია ნორმის ფარგლებში და ზოგან ნორმაზე დაკლები. ასეთია თვის პროგნოზი. დიდი მადლობა ქალბატონო სვეტა, შეგახსენებთ პირდაპირ სატელეფონო ხაზზე იყო გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე, რომელმაც ძალზე დამომწურავად გვიპასუხა თუ როგორი იქნება ზამთრის პირველი თვე და მან აღნიშნა რომ დეკემბერი იქნება ნორმის ფარგლებში, როგორც ცუდი, ასევე თბილი და მზიანი ამინდებით. მე გისურვებთ თბილ და ტკბილ თვეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც გიყვართ სიცივე და თოვლი, დროებით დაგემშვიდობებით.